შეიძლება იყოს უცხოური გამოსილება საუკეთესოდ ადაპტირებული ქართულ გამოსილებასთან, ამიტომ ჩართულები ვართ როგორც ადგილობრივი სპეციალისტები, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები და რა თქმა უნდა, ხო მაგალითად იგივე გვირაბის თემაშიც შეხება გვაქვს სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან, იმიტომ რომ არარელევანტურია ვისაუბროთ ფასანაურის განვითარების გეგმაზე, თუ არ მოწესრიგდა გარკვეულწილად ინფრასტრუქტურა და რო არ გავითვალისწინოთ ახლა ინფრასტრუქტურის საჭიროებები. არ გავითვალისწინოთ სოფლის მეურნეობის პოტენციალი და არსებული გარემოება, არ გავითვალისწინოთ პირველ რიგში ადგილობრივი ადამიანების პერსპექტივა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სარგებლის მიმღებიც ისევე როგორც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი მაინც არის ადგილობრივი მოსახლეობა მოგახსენებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ის დაიგეგმოს შეხვედრებით ზუსტად ადგილობრივი თემის ჩართულობის მნიშვნელობაც ამაში ვლინდება რომ ადგილობრივი ცოდნა გაითვალისწინო და მათ შორის იგივე თბილისიდან ვიღაცამ რაღაცა არ დაგიგეგმოს.